რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიზულურის ენის, შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. მამუკა მდინარაზე ისე ვარსკვლავებს ეთამაშება. იმ ვარსკვლავებს, რაც ჯერ არ დაუბერტყავთ მის მძლავრ მხრებზე. თითო ახალი ვარსკვლავი კიდევ უნდა, ან ორ-ორი. რატომ? აი, ამას მოგიყვებით ვაშა გადაცემის სპეციალურ გამოშვებაში. მე, თენგიზ გოგოტიშვილი. მამუკა მდინარაძისთვის გენერალ-მაიორის წოდების მიენჭების შემდეგ 2 თუ 3 კვირამ გაიარა. ხო და, აი, რამდენ ხანს შეიძლება ლოდინი? გენერალ-ლეიტენანტობის დროა, უკვე. ამ წოდებას უკვე იმსახურებს. და მალე ყველა დაინახავთ, რომ გენერალ-პოლკოვნიკობასაც დაიმსახურებს. ისეთ შედეგებს დადებს ეგა. ისეთი სტატისტიკა ექნება. თუნდაც იმ ახალ კანტორაში მის წინვალე გონებაში რომ ჩამოყალიბ და იდეად. ან უფრო წინვალე გონება რო აქვს აი იმისაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო ჩაუждდება Facebook-ის, YouTube-ის, Twitter-ის, Instagram-ის, TikTok-ის პოსტებს. რავი, კიდევ რა არის და მერე დაიწყებს ამ დამნაშავეთა გამოვლენას. ჩვენს გამოვლენას, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. მდინარაძე ღვთისმადლით შეიძლება სიტყვა შეურაცხყოფას სწორად წერდეს კიდეც. პროჭორელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომელთაც ამ უბედური საკრალური სიტყვის მართლწერა ვერა ვერ აითვისეს. მაგრამ საკითხავი ისაა, რა ესმის პროჭორილელს შეურაცხყოფად და რა ესმის ასეთად ადამიანს. არა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან არ მოსწონთ, როცა რუსებს უწოდებენ. ცოფდებიან, როცა უწოდებენ არალეგიტიმურებს. წითელი ენთება ტერმინზე სადაო ლეგიტიმურობა, სადაო პარლამენტი. აცოფებთ სიტყვა რეჟიმი. გონიებინდება ტერმინზე პუტინის მონა. სისხლს შარდავენ სიტყვაზე ოლიგარქი. სისხლისგან იცლებიან საერთოდ სიტყვა ჩეხაევაზე რუსი ოლიგარქი. ეს ყველაფერი უკვე დასჯადია. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც თავისი ყურმოჭრილი მსახურებით გატენეს ვიღაცა ყოფილი დეპუტატები, ნადეჟდას მენეჯერები და ვიღაცები. აი, ამ კომისიამ უკვე დაუდგინა რამდენიმე ქართულ ტელევიზიას ნუიყენებთ ამ ტერმინებს თორემო. მაგრამ იმათ მისახედავთ, ვინც ტელევიზიის გარეშეც ასე ფიქრობს. კომისიის ძალები საკმარისი აღარაა და აი აქ ჩაერთვება ლეგენდარული შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, გენერალ მდინარაძის ბრძნული ხელმძღვანელობით. წარმოიდგინეთ მოხსენებითი ბარათები მდინარაძე რომ გაუგზავნის თლათ ხაზეინს ყოველი კვირის ბოლოს. აღმოჩენილია 12122 რეჟიმი, 68720 თავისუფლება პოლიტპატიმრებს, 4456 არალეგიტიმური, 7407 ქოცებოთქვე მოღალატეებო, 34230 ოლიგარქი, 22645 რუსი ოლიგარქი, 96361 პუტინის მონა, 42423 რუსის მონა, 2778 ბლაგვი, 499 ტრიუგოლნიკი, 768 დენდროფილი, 79192 ხიხო და 226222 დედისტრა. გატარებულია კანონით გათვალისწინებული ოპერატიული ღონისძიებები. დაკავებულია 4721 ადამიანი. გენერალ-მაიორი მდინარაძე. მე ვთქვი გენერალ-ლეიტენანტი მდინარაძე. და კიდევ ერთ თვეში გენერალ-პოლკოვნიკი მდინარაძე. კარგი იქნება ეს ყველაფერი ხუმრობა რომ იყოს, მაგრამ ხუმრობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ იდეის ავტორიც, მთქმელიცა და სულის ჩამდგმელიც ვინმე შეიძლება კომიკურ პერსონაჟებად გეჩვენებოდეთ. მთელი ეს ამბავი, ჩემი აზრით, ახალ კანონმდებლობას მოითხოვს. დაზუსტებას მაინც, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ იტკიცა მდინარაძის სულიერმა ლიდერმა, როცა მაგალითად საფრანგეთის სასამართლოსა და პარიზის საჯარო რეესზე დაყნობით კითხეს, როგორ მოხდა, რომ ერთ წელს 2 ცოლი მოიყვანა, ერთი საქართველოში და მეორე საფრანგეთშიო. ეს საკითხი გამომძიებელ ჟურნალისტ ვლადიმერ ივანიძეს დეტალურად ჰქონდა ნაკვლევი და შესწავლილი. დეტალურად, საბუთები ჰქონდა გამოქვეყნებული. ამან კი მაინც შეურაცხყოფად მიიღო. ხო და აი ახლა აბსოლუტურად დასაზუსტებელია სიტყვა ორცოლიანი ან მრავალცოლიანი საქართველოში უკვე შეურაცხმყოფელია თუ არა. ციხი ამის გამოყენებაზე თუ ჯარიმა. და
პოლიგამისტი რომ უწოდოთ, ეგ სიტყვა საერთოდ გაუგია? მაგაზე რამე სასჯელია? არა, მრავალცოლიანობა სასჯელია მეთქი ეგ არ მიკითხავს. იმ მეცენატსა და აქტიტორს ახლა ილიასა და პელეს, ექვთიმესა და აღმაშენებელს ვინ რისთვის დაჟის. სულ რომ პირველი ღამის უფლება დაიკანონოს და გადაგხვნას ქალიან კაციანად. მე მხოლოდ ის ვიკითხე, ვინმემ რომ დაიძახოს მრავალცოლიანიო, აი მაგაზე რა სასჯელია. გენერალ მდინარაძის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ მე რა თქმა უნდა უაღრესად მაღალი აზრისა ვარ. ირაკლი კობახიძისაზე აღმატებულად მაღალი აზრისა და იმ მეცენატისა და ქტიტორისაზე ხო საერთოდ. მაგრამ ამჯერად ამათ არაფრის გამოგონება არ სჭირდებათ. ამათ საუკეთესო მეგობრებს ისე ლამაზად და კოხტად აქვთ ეს სისტემა დამუშავებული, სრულიად დარწმუნებული ვარ პროგრამულ უზრუნველყოფასაც არ დააყვედრიან. მისცემენ უფასოდ. ახალ ამბაზე მორგება დასჭირდება. ქართულზე უნდა გადმოიყვანონ ფარსიდან და კირილიცადან და ჩვენებურ ასოებს უნდა შეუსაბამონ ჩინური იეროგლიფები. მაგრამ მაგას ჩვენი ბიჭები შეძლებენ, ჩვენ გვჯერა. აი მერე კი წავა ლიწინით. როგორც უკვე არის ირანში, რუსეთში, ბელარუსში, ჩინეთში. იქაც ყველაფერი საზოგადოებრივი ზნეობის სახელით კეთდებოდა. რა არის ამდენი ლანძღვა? ერთ-ორ იქაურ სახალხო არტისტკას ათქმევინეს და საკმარისია. საზოგადოება მზადაა ახალი დრაკონული კანონებისთვის. მოძმე რუსეთში ამ საქმეში მთავარი როლი აქვს როსკომნადზორს. კავშირგაბმულობის საინფორმაციო და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს. Оказывается, Роскомнадзоრი თურმე აკვირდება და ასეთ ცხრილებში აერთიანებს ყველა პოსტს, რომელიც პუტინის ჯანმრთელობას ეხება. გარდა ამისა, აქვს ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის სრული დოსიე. სისტემას, რომელიც ყველა რუსეთელს უთვალთვალებს ინტერნეტში, ოკულუსი ჰქვია. ხელოვნური ინტელექტი პოულობს მიტინგების, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს. პოულობს პუტინის შეურაცხყოფას, მათ შორის ფოტოკოლაჟებსა და კარიკატურებს. როგორც კი რამე ასეთს დაუსვან ლაიქს, გიპოვნიან. მას ეხმარებიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, FSB, გენერალური პროკურატურა, როსმოლადიოში, ანუ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ყველა დანარჩენი. ყველა ამათი საქმეა აღმოაჩინონ თითქოს უსაზღვრო ინტერნეტში ყველაფერი, რაც არ შეიძლება. განსაკუთრებით რაც ეხება პუტინს. ომს, რომელსაც ვერ უწოდებ იქ და უამრავ სხვა რამეს. აი როგორ აკეთებენ ამას? დარგი სპეციალისტს მოусმინეთ, როგორც პროჭორილელები იტყოდნენ. სისტემა ჯერ მთავარ სიტყვებს ეძებს. მაგალითად, ბუნკერნი დედ, ბერიკაცი ბუნკერიდან. პოულობს ყველა გვერდს, რომელიც ამ ტერმინს იყენებს. შემდეგ კი ცდილობს დააზუსტოს. ნამდვილად იმ ბერიკაცია საუბარი თუ სხვაზე. პოზიტიურია კონტექსტი თუ ნეგატიური. ეს სისტემა უკვე 10 წელია მუშაობს. სისტემა შედის მაგალითად იანდექსში და უბრძანებს. მაჩვენე ყველა გვერდი, სადაც წერია პუტინი მკვლელია ან რამე მსგავსი. წვდომა აქვს ინტერნეტის ყველა პროვაიდერზე, რომელიც კი მუშაობს ქვეყანაში. ჩემზე კარგად იცით, ბევრმა რომ არ არსებობს ეგრეთ წოდებული ფარული ანგარიში. ნებისმიერ მომხმარებელს მიაგნებს სპეცსამსახური თუ მოინდომა. ნებისმიერს. და ნებისმიერ პირად მიმოწერას უბრალოდ ამოაგდებს. საკუთარი ძალებითა და პროვაიდერების დახმარებით, რომლებიც უკვე ჯიბეში უსხედან. არა, თუ არ უნდა, მე ყოველთვის გეტყვიან, რომ ვერ გაშიფრეს, რაზე ისაუბრეს, მაგალითად, ბაჩო ახალაიამ და მისმა მეზობელმა მურთას ზოდელაო. Wi-Fi-ის გამოყენებით მე-5 და მე-7 სართულზე ერთ სადარბაზოში, ერთსა და იმავეში. მაგრამ ზუსტად იციან, რომ რაღაც უკანონო დაგეგმეს. ამას ყოველთვის გეტყვიან, თუ არ უნდათ, მაგრამ თუ უნდათ, ამ საუბრების შინაარსის ჩანაწერსაც გამოგიქვეყნებენ და 10 წლის წინანდელსაც საერთოდ. ეგ სისტემა აქვთ ისედაც, უკვე აქვთ. მაგრამ ახლა ამ სისტემას აუმჯობესებენ. ისე არიან გადაბმულები საპატრიარქოსთან, შეიძლება ხვალ გადაწყვიტონ, რომ საცურაო კოსტუმში თქვენი გამოქვეყნებული ფოტო ან ვიდეო შეურაცხყოფელია საზოგადოებრივი მორალისთვის და თქვენი ინსტაგრამი უნდა გაუქმდეს. რომ ცისარტყელის დროშა ან ფოტო, რომელიც ერთხელ რომელიღაც 17 მაისს გაქვთ გამოქვეყნებული, მიუღებელია ჯანსაღი ჰეტეროსექსუალური უმრავლესობისთვის და ახლა პასუხი უნდა ააგოთ ამისთვის. რა ვიცი ახლა, კიდევ რა მოუვა თავში ამ ინტელექტუალურ ტიტანებს, ივანაშვილთა და მდინარაძე დაწყებული. ეგ ხო არავინ იცის. ოღონდ უკანასკნელი სიტყვის უფლება ხომ ჯერ კიდევ გვაქვს და ამიტომ გთხოვთ, სანამ სხვას მისდგებით, აგერ აი ამ ხალხს მიხედეთ. მიხედეთ კაცს, ვინც იგინება საჯარო სივრცეში, თქვენი სათა ოფისიდან. მიხედეთ და დასაჯეთ კაცი, ვინც იგინება წმინდა დაწესებულებაში, პარლამენტში.
ამის მერე მიხედეთ კაცს, ვინც ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს და ცუცს ვერ ხედავს, გარდა კოცის ინტელექტისა და IQ-ს. სადაც საჭირო დიდოშინის სამხარეზე იგინება, მაგრამ თქვენი მაღალი IQ-ს გუნდიდან ერთ-ერთი თქვენ მიხედეთ თქვენს ტილობას, კულტურას და ინტელექტს. და აი ამათ ყველას რომ მიხედავთ, ყოფაქცევის, ნარნარი მეტყველებისა და სიტყვა კაზმულობის მაგალითს რომ გვაჩვენებთ ჩვენ, მერე მისდექით ყველა სხვას, თორემ ვინც ჩვენ შორის დედაენა შეურაცხყოფს, ხო, ახლა უკვე ვიცით რა არის პროჭორილური ლექსიკისა და ზრდილობის განათლებისა და IQ სტანდარტი. რთული იქნება ამ დონის მიღწევა, ამ ფსკერამდე დაცემა, მაგრამ მცდელობას არ მოვაკლებთ. თან სულ გვემახსოვრება, რომ უფროსი ძმა გვისმენს, გვიყურებს, გვკითხულობს. ისევ ამათ მასწავლებელთა საქმეს ჩაუღრმავდეთ. საქმე გაცილებით მარტივდება, როცა წინასწარ იცი, ვის წინააღმდეგ უნდა დაიწყო მასალის ძებნა. პრაქტიკულად ნებისმიერი აქტიური მომხმარებელი შეგიძლია დაადანაშაულო ვიღაცის ღირსების შელახვაში, ფეიკების გავრცელებაში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეთვალყურეობის ქვეშაა. ანეკდოტი გვეგონა წითელ მოედანზე კაცი დაიჭერეს რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, რომ გვეუბნებოდნენ. რა ქნაო? ხელში ეჭირა ფურცელი და ზედეწერა ხუილო. გააკოჭეს მიათრია სასამართლოში და 10 წელი მიარჭეს. ხო და რომ იკითხა, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის რატომ ასამართლებს სადეწერა აქ პუტინიო, მოსამართლემ პასუხა, ძალიანაც კარგად ვიცით ვინაა ამ ქვეყანაში ხუილო. ეს ანეკდოტი გვეგონა. სანამ იმ წითელ მოედანზე, სხვა მოედნებზე მოსკოვში, როსტოვში, კრასნოიარსკში არ დაიწყეს ხალხის დაპატიმრება, არა მხოლოდ ხუილოს პლაკატებით, არამედ თეთრი ფურცლებისთვის. თეთრი ფურცლებისთვის. Белый пустой лист! Белый пустой лист! Белый пустой лист! Чистый лист бумаги! Просто белый лист! ხო, ესეც დასჯადია იქ. იმიტომ რომ ყველა მიცის რომ იმ თეთრ ფურცელზე რეჟიმისთვის კარგი არაფერი ეწერებოდა. ხო და თქვენი ლამაზი თვალებისთვის, გამოძიებისთვის. აი, აგერაა ჩემი თეთრი ფურცელი. რომელსაც აწერია. დიახ, აი, სწორად მიხვდით. ზუსტად ეგ აწერია. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ, გამოგვეხმაურეთ. მოგწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я был на вашей гадательной, да.